ძალიან მიხარია რომ ამ ვიდეოზე გადმოხვდი, იმიტომ რომ დღეს ჩვენ უნდა გავარჩიოთ ინგლისურში ყველაზე რთული საკითხი prepositions, იგივე წინდებულები. და ამ ვიდეოს ბოლოს გეცოდნება ყველაზე რთული წინდებულები in, on და at რა როდის გამოვიყენოთ. დავიწყეთ. ჩვენ ვიცით და ალბათ ბევრმა იცით რომ in ზოგადად ნიშნავს she, რაღაცაში, მაგალითად in the box ყუთში, on ნიშნავს ზე რაღაცაზე, on the table, მაგიდაზე, at ნიშნავს რაღაცასთან, იმავე ტერიტორიაზე, at the station, ხო? იქვე ახლოს. თუმცა არც ისე მარტივად არის საქმე, იმიტომ რომ ინგლისური და ქართული განსხვავდებიან. აი მაგალითად, ქართულში თუ ვიძახით ინტერნეტში, ინგლისურში უნდა ვთქვათ on the internet და არა in the internet. ქართულში თუ ვიძახით კარგ ხასიათზე ვარ, ინგლისურში უნდა ვთქვათ in a good mood და არა on a good mood. ანუ ეს ნიუანსები განსხვავებულია, ამიტომ ამ ვიდეოში ყურადღებით აგიხსნი, რომ არ დავიბნეთ და შემთხვევით ქართულიდან ინგლისურზე პირდაპირ არასწორად არ გადმოგვეთარებინოს. მოდი ჯერ გავყვეთ ამ წინდებულებს დროის მიხედვით და განვიხილოთ ისინი როგორც დროის წინდებულები. მაგალითად, ჩავთვალოთ ფრაზები, სადაც გამოვიყენებთ at. მაგალითად, at 5 o'clock. დროებთან გამოიყენება at, ანუ 5 საათზე და არა on 5 o'clock. სწორად იქნება at 5 o'clock. მაგალითად, შობას ან აღდგომას at Christmas, at Easter. ასევე გვაქვს ფრაზები at noon, შუადღეს, at night, ღამით, ან at midnight, შუაღამით. ასევე დროსთან, სიტყვა დროსთან, time-თან გამოვიყენებთ at. მაგალითად, at this time, აი ამ დროს. At this moment, აი ამ მომენტში, ან შეგვიძლია ვთქვათ at the moment. ასევე უქმეებზე at the weekend. ამასთან შეგვიძლია ვთქვათ lunch-ზე at lunch, საუზმეზე at breakfast, სადილზე at dinner, ან ამერიკულ ინგლისურში ვახშამზე at dinner. მოკლედ ეს ფიქსირებული ფრაზები გვაქვს ყველგან. ახლა წამოვიდა ფრაზები, სადაც გამოვიყენებთ ins. მაგალითად, დილით ან დილას in the morning. ნაშუადღევს in the afternoon, საღამოს in the evening. ამ სამივესთან ვიყენებთ ins. ასევე ყველა თვესთან აბსოლუტურად ვიყენებთ ins. მაგალითად იანვარში in January, თებერვალში in February, აგვისტოში in August და გამონაკლისების გარეშე. მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ რაღაც ესეთი წინადადება. He goes skiing in January. ის იანვარში მიდის სათხილამუროდ. ასევე სეზონებთან. In winter, ზამთარში, in summer, ზაფხულში, in autumn, and in fall, ამერიკულად, შემოდგომაზე, in spring, გაზაფხულზე. მაგალითისთვის, Christmas is celebrated in winter. შობა აღინიშნება ზამთარში. ნუ აქ she ქართულს ემთხვევა, ქართულშიც და ინგლისურშიც ორივეზე she არის in she. ასევე წლებთან. მაგალითად, in 2022, 2022 წელს ან 2022-ში, სიტყვაზე. He left the school in 2022. მან სკოლა დაამთავრა 2022-ში. საუკუნეებთან, in the 21st century, 21 საუკუნეში. ასევე ძალიან კარგად ემთხვევა ინგლისური და ქართული, როცა გვინდა ვთქვათ, მაგალითად, 5 საათში მე მოვალ, 3 საათში მე ამას ვიზამ. In 3 hours, in 5 hours, ზუსტად ისეა როგორც ქართულში. მაგალითად, მე ჩავფრინდები დუბაიში 5 საათში დაახლოებით, ხო? I will arrive in Dubai in 5 hours. ახლა გადავიდეთ on ფრაზებზე. მაგალითად, on წინდებულს ვიყენებთ ყოველთვის დღეებთან. მაგალითად, on Monday, ორშაბათს. On Thursday, ხუთშაბათს, on Sunday, კვირას და ასე შემდეგ. 7-ვე დღესთან ვიყენებთ ons. ამასთან, თუ კი დილასთან ვიყენებდით in the morning, თუ მე მინდა ვთქვა ორშაბათს დილით, აუცილებლად წამოვა on, იმიტომ რომ ეს წინდებული დგას ორშაბათის წინ და რომელი სიტყვის წინაც დგას, ის წინდებული უნდა გამოვიყენოთ. ანუ უნდა ვთქვათ არა in Monday morning, არამედ on Monday morning, იმიტომ რომ დღე დაждდა წინდებული შემდეგ და წინდებული თავისებურად გადაიკეთა. ასევე ერთი მნიშვნელოვანი დეტალია თვეებთან თუ ამბობდით in, მაგალითად მარტში in March. მე თუ მინდა ვთქვა 18 მარტს, აუცილებლად უნდა გამოვიყენო on, იმიტომ რომ დღეზე არის საუბარი კონკრეტულ თარიღზე. მაგალითად, on March 18th, 18 მარტს, ამიტომ აუცილებლად სადაც თარიღია, იქ უნდა ვთქვათ on, იმიტომ რომ დღეზე ვსაუბრობთ და არა თვეზე. ასევე სიტყვა days-თან ბუნებრივია უნდა გამოვიყენოთ on. მაგალითად, on that day, იმ დღეს,
on this day, ამ დღეს და ასე შემდეგ. ასევე დღესასწაულებთან, სიტყვა დღესასწაულებთან holiday და ნუ ბუნებრივია day ურევია, ხო, სიტყვაში ამით მთავრდება. ამიტომ ლოგიკურად გამოვიყენებთ ons, on holiday, დღესასწაულებზე. ახლა დადგა ჩვენი ინტერაქციული კითხვების დრო, სადაც მოდი გავიხსენოთ და შევაჯამოთ თუ რა ვისწავლეთ. მაგალითად, როგორ ვიტყვით lunch-ზე? სწორია, at lunch. Go to my place at lunch and give Sprinkles her medicine. ახლა ვთქვათ, როგორ ვიტყვით ზამთარში? In winter. Auschwitz! The bums that sleep on the street, even in winter. ახლა გავიხსენოთ, როგორ ვამბობდით თარიღებთან, მაგალითად, როგორ ვიტყვით 17 აგვისტოს. On August 17th. On August 17th, Julia and I planned a Disney trip for Anna's birthday. ახლა განვიხილოთ და გავყვეთ წინდებულებს ადგილის თვალსაზრისით, ანუ იგივე ადგილის წინდებულებად განვიხილოთ ისინი. მაგალითად, ins ვიყენებთ მაშინ, როდესაც რაღაცა ტერიტორიას შემოსაზღვროს გულისხმობთ. იქნება ეს შეიძლება იყოს რაღაცა ტერიტორია, თუნდაც ეზო, ან თუნდაც ქვეყნები, იმიტომ რომ ნუ ტერიტორიაზე არის საუბარი, ხო? ასევე ქალაქებთან. მაგალითად, in cities, ქალაქებში, in Tbilisi, თბილისში, in countries, ქვეყნებში სიტყვაზე, საქართველოში, in Georgia. ასევე გვაქვს ფრაზა გარეუბანში, in the suburbs. მაგალითად, he bought a small house in the suburbs. მან იყიდა პატარა სახლი გარეუბანში. ახლა et წინდებული როგორც ადგილის გამოიყენება კონკრეტულ ადგილებთან, მაგალითად რაღაცა წერტილებში, პუნქტებში და ასე შემდეგ. მაგალითად, at school, სკოლაში, იმიტომ რომ იმ ლოკაციაზე ვიმყოფები. At the university, უნივერსიტეტში, იმიტომ რომ იმ ლოკაციაზე ვიმყოფები. At the bus stop, ავტობუსის გაჩერებაზე, ან გაჩერებასთან, ხო? At the match, match-ზე, ანუ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე წერტილში. At the station, ბუნებრივია, გაჩერებაზე, სადგურზე. On კი გამოიყენება შემდეგ ფრაზებთან ძირითადად. მაგალითად, on the outskirts, ესეც არის გარეუბანში, პერიფერიულ ზონებში. On the farm გამოიყენება ფერმაში და ვიძახით on the farms და ასევე კუნძულზე on the island. ამასთან არ დაგვავიწყდეს ერთი გამონაკლისი. სახლში ინგლისურად ვიტყვით არა in home, არამედ at home, იმიტომ რომ გულისხმობს რაღაცა კონკრეტულ ლოკაციას და რაღაცა პუნქტს, რომ აი იმ პუნქტში ვიმყოფებით. მაგრამ სახლში ასევე შეგვიძლია ვთქვათ in the house, მაგრამ ნუ რა განსხვავებაა ამ ორ შორის, ბარემ ესეც ახსნათ. Home ძირითადად არის ის სახლი, ის გარემო, რომელიც ჩვენთვის ნამდვილად სახლი არის და ბუნებრივია და იქ გარკვეული სითბო და ასე შემდეგ გვაკავშირებს, სადაც თავისუფალი ვართ, ხო? აი შინ რომ გრძნობთ თავს. ხოლო house სიტყვა ნიშნავს კონკრეტულად ზოგადად შენობას, რაღაცა ნაგებობაში ვარ, მაგრამ in the house არის, მე სახლის იმაში ვარ, შენობაში ვარ, მაგრამ am at home უფრო გულისხმობ, რომ აი შინ ვარ. ანუ კონკრეტულად იმ გარემოში, სადაც თავს კომფორტულად გრძნობ, ზუსტად ისე როგორც სახლში. ახლა განვიხილოთ ტრანსპორტის თვალსაზრისით რამდენიმე წინებული და ეს ძირითადად ეხება ins და ons. და ქართველები ძალიან ბევრჯერ ვიბნევით ამ დროს და რატომ. წესი არის ესეთი ზოგადად, შეიძლება რაღაც გამონაკლისები იყოს, მაგრამ ზოგადად წესი ასეთია, ტრანსპორტში სადაც ორ ფეხზე გავლა შეგვიძლია, დგომა თავისუფლად შეგვიძლია და ანუ მდგომარე პოზიციაში გავლა, ამ შემთხვევაში ვიყენებთ ons. ხოლო იქ სადაც მხოლოდ ჩაჯდომა შეგვიძლია, ვიყენებთ ins. შესაბამისად დაჯდება ავტობუსში on the bus, ასევე თვითმფრინავში on the airplane, მეტროში, ნუ მეტროს მატარებელში on the subway, გემზე on the ship. ხოლო მანქანაში გამოვა ბუნებრივია in the car, ტაქსიში in a taxi, სატვირთოში in a truck, ვერტმფრენში სიტყვაზე in a helicopter, ეტლში იქნება in a carriage და ასე შემდეგ. ასევე ons ვიყენებთ იმ ტრანსპორტებთან, რომლებშიც ძირითადად, ნუ გარედან ვზივართ, მაგალითად on a motorcycle, ხო? ნუ მოტოციკლზე, on a scooter, სკუტერზე, on a bicycle, on a bike, ხო? ველოსიპედზე. და შესაბამისად on a skateboard, skateboardზე.
იმიტომ რომ ზემოდან მდგავართ. ახლა გვაქვს ფიქსირებული ფრაზები, რომლებიც არც დროის, არც ადგილის მიხედვით არ განირჩევიან და ეს კარგი იქნება რომ დავიმახსოვროთ, ხშირად გამოვიყენოთ საუბარში იმისათვის რომ გონებრივად გაგვიჯდეს. მაგალითად, რაღაც ფასად თუ გვინდა ვთქვათ, ნუ ქართულში არის რაღაც ფასად. სულ სხვანაირად, მაგრამ ინგლისურში ვიძახით at the price, ხო? ამ ფასად, მაგალითად at this price, ამ ფასად და ასე შემდეგ. სიტყვაზე მაგალითი შეგვიძლია ავაწყოთ. We give the people what they need at the price they can afford. ანუ ჩვენ ხალხს იმ ფასად ვაძლევთ რაღაცებს, რა ფასსაც გაწვდებიან. At the price they can afford. ასევე at the time, რაღაც დროს შეგვიძლია ვთქვათ at the same time, ანუ იმავე დროს. რაღაცა გარკვეულ სიჩქარეზე, მაგალითად დაბალ სიჩქარეზე at a low speed, ანუ სიჩქარეზე უნდა გამოიყენოთ at a speed და არა on a speed. რაღაც გარკვეულ დონეზე, მაგალითად მაღალ დონეზე, at a high level და არა on a high level. ნუ ჩვენ უკვე ვიცით რომ კარგ ხასიათზე შესაბამისად ვიძახით in a good mood. ცუდ ხასიათზე იქნება in a bad mood. რაღაც ადგილას in the place, I am ადგილას in this place. თუ გვინდა ვთქვათ cash-ით გადავიხდი, I will pay this in cash, ხო? Cash-ით in cash იქნება. ასევე ენებზე რაღაცის თქმა მინდა ინგლისურად, ან ქართულად, აუცილებლად in English, in Georgian უნდა ვთქვათ. სიჩქარეში თუ არ მაგალითად am in a hurry არის ფიქსირებული ფრაზა. Mail-ნით თუ გვინდა ვთქვათ in ink. ახლა წამოვიდა ფრაზები on-ზე. მაგალითად, ინტერნეტში აუცილებლად on the internet, მოგზაურობაში on a trip, ტელევიზორში on TV, რადიოში on the radio, ფეხით თუ მინდა ვთქვა ქვეითად on foot. და ეს ფრაზები კარგი იქნება რომ დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ ეს ფიქსირებული ფრაზები. ახლა ინტერაქციული კითხვის დრო მოვიდა და მოდი გავიხსენოთ, როგორ ვიტყვით ინგლისურად ავტობუსში. სწორია on the bus. Let's get our stuff on the bus. და როგორ ვიტყვით მანქანაში. In the car. You should use the bathroom before we get back in the car. ახლა გავიხსენოთ ფრაზა მაღალი სიჩქარით. At a high speed. Because most objects that are traveling at a high speed that are aerial, they hit the water, it's over, right? ახლა გავიხსენოთ ინტერნეტში. სწორია on the internet. You know, other than knows more, I'm probably the smartest guy on the internet. და როგორ იყო ფეხით, ქვეითად? On foot. I chase him on foot down to the 7-Eleven. მოკლედ, თუ დავიღალეთ, შეგვიძლია დავასტოპოთ და შემდეგისთვის უყუროთ ვიდეოს შემდეგ ნაწილს, ხოლო თუ არ დავყლილვართ, გავაგრძელოთ, წინ არაფერი გვიდგას. ეხლა უნდა განვიხილოთ ისეთ წინდებულები და ისეთი ფრაზები, რომლებიც არის შეიძლება ორაზროვანი იყოს ან ორივე ვარიანტი სწორი იყოს. სიტყვაზე ქართულად თუ ამბობ ფოტოზე გამოსახულია. მაგალითად ფოტოზე გამოსახული ვარ მე, ხომ? ინგლისურში ამას ვერ ვიტყვით on the photo. აუცილებლად უნდა ვთქვათ in the photo, იმიტომ რომ ფოტოს თვითონ ჩარჩოში სურათზე არის მოცემული. ქართულში არის ზე, მაგრამ ინგლისურში არის in the photo. მაგრამ ჩვენ თუ ვიტყვით on the photo, ეს გამოვა რომ თვითონ ფოტოზე დევს რაღაცა ფიზიკურად. მაგალითად, my friend is in this photo. ჩემი მეგობარი არის ამ ფოტოზე, ანუ გამოსახული გულისხმობ, მაგრამ my books are on the photo. ჩემი წიგნები არის ფოტოზე, ანუ დევს ფოტოზე ფიზიკურად. ამიტომ არ შეგვეშალს. კიდევ გვაქვს ესეთი ფრაზები on time and in time. ორივე ნიშნავს დროულად, მაგრამ რა განსხვავება? On time ნიშნავს რომ ზუსტად ბოლო მომენტში, მაგალითად 12-ზე მქონდა შეხვედრა დანიშნული და I was on time ნიშნავს რომ მე ზუსტად 12:00-ზე მოვედი. მაგრამ მე თუ ვიტყვი I was in time ნიშნავს რომ ან 12:00-ზე მოვედი, ან 11:59-ზე მოვედი, ან 12 რომ 5 აკლდა ისე მოვედი, ან 15. ანუ იმ დროში მოვასწარი. რამდენი წუთით ადრე მოვედი, არ ვიცი, მაგრამ რაც თავარია მოვასწარი, ეს არის in time, ხოლო ზუსტად ბოლო დროს რაც იყო დანიშნული, ეგ არის on time. ამიტომ არ აგვერიოს.
ასევე ერთი ძალიან დამაბნეველი რაღაც არის, როცა საუბარი მიდის ქუჩაზე, ქუჩაში და ასე შემდეგ. მაგრამ რას გულისხმობთ? ინგლისურში ორივე ვარიანტი შეგვიძლია ვთქვათ in the street and on the street, მაგრამ რა განსხვავებაა? როცა ვამბობთ in the street, ნიშნავს იმას, რომ ქუჩის საავტომობილო ცენტრალურ ნაწილში ვიმყოფებით. მაგალითად, am standing in the street ნიშნავს იმას, რომ შუა ცენტრში ვდგავარ, იქ სადაც ავტომობილები მოძრაობენ. მაგრამ მე თუ ვამბობ on the street, ეს შეიძლება იყოს შუაშიც, შეიძლება იყოს ტროტუარზეც და შეიძლება იყოს ცოტა განაპირა ადგილას იმ წერტილში, რომელიც ამ ქუჩას ეკუთვნის. მაგალითად, შეიძლება ვთქვა, რომ აფთიაქი არის ამ ქუჩაზე. The pharmacy is on this street. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ეს შუაში არ მდებარეობს, სავალ ნაწილზე მდებარეობს, ტროტუარის იქეთ, ხო? ტროტუარის გავლით. ამიტომ გამოვა on the street იმ ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუნდაც ტროტუარზე ვიმყოფებოდე, მაგრამ თუ კი მე ვამბობ, რომ მაგალითად ძაღლი დგას ქუჩის შუაში, სავალ ნაწილზე, ვიტყვი, რომ the dog is standing in the street. ასეთი ნიუანსებია. მაგალითად, მე თუ ვამბობ, the children are playing in the street. ბავშვები თამაშობენ ქუჩაში და მეორე ვარიანტი, the children are playing on the street. ბავშვები თამაშობენ ქუჩაში. ქართულში ამას ვეღარ ვარჩევთ, მაგრამ ინგლისურში ვარჩევთ. პირველი ვარიანტი in the street ნიშნავს, რომ ბავშვები თამაშობენ საავტომობილო ნაწილში, შუაში, ცენტრში, ხოლო on the street-ში გულისხმობ, რომ ტროტუარზე, ან შემოგარენი, ან იქ სადღაც ეზოა მოედანია და მან თამაშობენ. მოდი ახლა კიდევ ინტერაქციული კითხვებით გავიხსენოთ, როგორ ვიტყვით ქუჩაში, თუ კი გულისხმობ, შუა სავალ ნაწილს, საავტომობილოს. Storia in the street. Well, it leaves me in the street looking at my father in his underwear eating an ice cream sandwich. ახლა გავიხსენოთ როგორ იყო დროულად მოვედი, ანუ მოვასწარი, არა ერთ კონკრეტულ მომენტში, არამედ მოვასწარი და დროში ჩავედი. Storia in time. I'm never gonna make it there in time. ახლა გავიხსენოთ როგორ იყო რომ ფოტოზე გამოსახულია. Storia in the photo. He's the man in the photo. ახლა განვიხილოთ სხვადასხვა ორი ვარიანტის ფრაზა. მაგალითად, როდის გამოვიყენებთ at, როდის in სიტყვაზე. At the end versus in the end. ორივე ნიშნავს, თითქმის ეგრეთ ჩანს, რომ ეს სადაიმევის ნიშნავს, მაგრამ სხვადასხვა მნიშვნელობები აქვთ. მაგალითად, at the end ნიშნავს რაღაცის ბოლოს, დასასრულს, რაღაცის დასასრულს. მაგალითად, at the end of July, ივლისის დასასრულს. At the end of the book, წიგნის ბოლოში. At the end of the day, დღის ბოლოში. შეგვიძლია მაგალითი ვთქვათ. At the end of July, we are going to the mountains. ივლისის ბოლოს ჩვენ მივდივართ მთებში. მაგრამ რას ნიშნავს in the end? In the end არის ფიქსირებული ფრაზა და ნიშნავს საბოლოოდ, სულ ბოლოს, საბოლოო ჯამში და ასე შემდეგ. მაგალითად, in the end, I decided to go to the USA. საბოლოოდ მე გადავწყვიტე, რომ ავსულიყავი ამერიკაში. ხო, კიდევ საინტერესო ფრაზა გვაქვს, რომელსაც წინდებული მნიშვნელობას უცვლის. მაგალითად, in the hospital versus at the hospital. ორივე ნიშნავს საავადმყოფოში, მაგრამ რა განსხვავება? ჩვენ თუ ვიტყვით in the hospital, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ გახდი ავად და ამიტომაც ხარ საავადმყოფოში. მაგალითად, she is in the hospital recovering from the surgery. ის არის კლინიკაში და გადის გამოჯანმრთელებას ოპერაციიდან. მაგრამ მე თუ ვიტყვი at the hospital, ეს ნიშნავს, რომ სხვა მიზნით ვარ ამ კლინიკაში, მაგალითად, ვიზიტით პაციენტს ვსტუმრობ. მაგალითად, ვმუშაობ, რაღაც საქმეს ვაკეთებ. ანუ ცუდად არ ვარ, რაც მთავარია. მაგალითად, I visited my friend at the hospital. მე საავადმყოფოში ვესტუმრე ჩემს მეგობარს. ანუ მეგობარი ავად და არა მე. ამიტომ მაინც ყოველ შემთხვევაში ფრთხილად იყავით, ვინმეს რამე ინგლისურად არასწორად არ უთხრათ და გული არ გაუხეთქოთ. ახლა კიდევ ერთი საინტერესო დეტალი აღვნიშნოთ, მაგალითად on და at. ჩვენ თქვით, რომ დღეებთან როგორც წესი გამოიყენება on, მაგრამ
დღესასწაულებთან ძირითადად გამოიყენება at. სიტყვაზე ვიდეოს დასაწყისში ვთქვით, რომ აღდგომას, შობას არის at Easter, at Christmas. მაგრამ მე თუ გულისხმობ უშუალოდ აღდგომის დღეს, კვირა დღეს, აუცილებლად უნდა ვთქვა on Easter. ანუ იგი გულისხმება on Easter day. შემიძლია ეს day არ დავამატო და თუ on-ს გამოვიყენებ on Easter, ეს on მიჩვენებს რომ ეს დღეს გულისხმობ. ანალოგიურად at Christmas ძირითადად არის რომ დღესასწაულის განმავლობაში, სადღესასწაულო განმავლობაში, ხოლო on Christmas გამოვა რომ მე უშუალოდ შობის დღეს გულისხმობ. და კიდევ ერთი განსხვავება, რომელიც უბრალოდ არის ბრიტანულ-ამერიკული განსხვავებები და მარტივია. მაგალითად, ქუჩაში ბრიტანელი იტყვის in the street, ამერიკელი იტყვის on the street. უქმეებზე ბრიტანელი იტყვის at the weekend, ამერიკელი უქმეებზე იტყვის on the weekend. სკოლაში ბრიტანელი იტყვის at school, ამერიკელი კი იტყვის in school. ამიტომ ეს განსხვავებები არის მხოლოდ ბრიტანულ-ამერიკული, მეტი არაფერი. ახლა დადგა ჩვენი ინტერაქციული კითხვების დრო და მოდი კიდევ ერთხელ შევაჯამოთ. როგორ ვიტყვით საბოლოოდ, ბოლოს, საბოლოო ჯამში ფრაზას? სწორი პასუხია in the end. I thought about it, but in the end I decided to come here. ახლა ვთქვათ საავადმყოფოში იმ მნიშვნელობით რომ ცუდად ვართ. სწორია in the hospital. She's in the hospital. ახლა გავიხსენოთ როგორ იტყვიან ამერიკელები უქმეებზე, weekend-ებზე. სწორია on the weekend. As you know, with my many responsibilities, I often have to come in on the weekend, and I have permission to do so. მოგად ეს იყო ჩვენი მთლიანი ვიდეო ინგლისურის წინდებულებზე, რომელიც ყველაზე რთული საკითხია გრამატიკაში, მაგრამ თუ ბევრს ვივარჯიშებთ და გამოვიყენებთ in-საც, on-საც და at-საც, გონებაში თავისუფლად გაგვიძდება და ლაპარაკის დროს პრობლემაც არანაირი არ იქნება. უბრალოდ ამ ვიდეოს შეგიძლიათ იმდენჯერ უყუროთ, რამდენჯერაც საჭირო იქნება. პირიქით განმეორება ყოველთვის არის ძალიან კარგი, უკეთესი დამახსოვრებისთვის. ამიტომ ჩვენ ინგლისურის კურსებით თუ ხართ დაინტერესებულები, შეგიძლიათ გვეწვიოთ Studio Lingo G-ზე ან ნებისმიერ სოციალში მოგწეროთ და ამომწურავად გიპასუხებთ და გაგაცნობთ ყველანაირ დეტალს. ხოლო თუ ჩვენი ვიდეოებით გინდათ რომ ისწავლოთ ინგლისური თქვენს გემოზე, თქვენივე გრაფიკით შეგიძლიათ ჩვენი YouTube არხით გამოიწეროთ, დაწერეთ კომენტარებში კიდევ რომელი თემები გიჭირთ და რომელ თემებზე ისურვებთ ჩვენს ვიდეოებს და შევხვდებით მომდევნო ვიდეოში. Toodles!